მოგესალმებით, თემიოსალმი ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის და მიეცით ბავშვებს წამალი პირველ რიგში. ამ კომისიის მუშაობა დამთავრდა იმით, რითიც ვამბობდით, რომ დამთავრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რა ვიცი, არ წინასწარმეტყველები არა ვარ და ნოსტრადამუსთან ამის სიახლოვე არასდროს არ მქონია ან არ მომწონებია, უბრალოდ ზუსტად ვიცოდით, რომ ქვეყანაში რომელიც 80%-ით არის დამოკიდებული ძირითად სასურსათო პროდუქტებზე და ძირითად პროდუქციაზე, ზოგადად რომელსაც ადამიანები ყოველდღურად მოიხმარენ, ასეთი პროდუქტების 80% როდესაც იმპორტზე შემოდის ამ ასეთ ქვეყანაში, რომლის ეკონომიკის მასშტაბი საერთაშორისო სავაჭრო ჯაჭვის იმეებით, რა საზომით არ არის დიდი ჯაჭვი გრძელია სხვათა შორის კომისიის მილიონერმა თავმჯდომარემ თქვენ უნდა დავამოწმოთ და ფასებიც და მართლა მეწოდება დღეს რო უყურებდი რაღაცა გულის პრობლემა არ ქონდეს ამ კაცს, იმიტომ რომ აშკარად ძალიან მძიმედ იყო, ვერ ლაპარაკობდა, აზრს ვერ გადმოცემდა და ხმა უკანკალებდა მთელი მსხდომის მსვლელობისას, კი თავი ესე დავიტანჯე და მთელ ამ მსხდომას უყურე, მეცაც გეტყვი ის 104 გვერდიანი დოკუმენტი წავიკითხე. ის მივიღეთ რაც უნდა. მათაზო, რატომ შეიქმნა ეს კომისია და როცა თქვენ ამბობთ, რომ იმთავითვე ვიცოდით, ქართული ოცნების ეკონომიკურმა მრჩევლებმაც ხომ იმთავითვე იცოდნენ. თუ მართლა ფასების დაწევა უნდათ, ან თუ მართლა ეჭვი ჰქონდათ, რომ კარტელური გარიგებები იყო ქვეყანაში, რატომ არ დაიბარეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომისიაზე? რატომ არ დაიბარეს კონკურენციის ეს ადამიანი, ვინც არის პასუხისმგებელი რეალურად ამას? ანუ რისთვის შეიქმნა ეს კომისია? ეს მოკლე ვადიანი სამთვიანი ტყუილი ბუმერანგივი თვითონ ოცნებას შემოუტრიალდა თუ რაღაცნაირად პროპაგანდისტულად იმუშავა კიდეც მათზე? არ იმუშავა, უნდათ პროპაგანდისტულად ემუშავა. ხო, მთელი მიზანი იყო პროპაგანდა, მეტი არაფერი. მთელი მიზანი იყო გათვლა ქონდათ იმაზე, რომ არაფერი უახლოეს ჩვენ ახლო რეგიონში არ მოხდებოდა, რომ თურქეთში სტაბილური მაჩვენებლები იყო ბოლო პერიოდში ინფლაციის და იქ არაფერი არ შეიძლება. ძირითადად თურქეთის ინფლაცია მოქმედებს ხოლმე საქართველოს პროდუქტების ფასზე, იმიტომ რომ ძირითადად სასურსათო პროდუქტები იქიდან შემოვა, აქამდე ირანის სტაბილური იყო. აქამდე ირანის სტაბილური. ირანიდან ძალიან ბევრი პროდუქცია შემოგვაქვს სხვათა შორის, ძალიან ბევრი. ოღონდ ირანი სტაბილურად იყო მაინც და იქ პრობლემას არ ელოდებოდნენ, მაგრამ ეს არის ყველას რა ვიცი, პირველი კლასის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი გეტყვით, რომ ქვეყანა, რომელიც 80% არის იმპორტ დამოკიდებული, ამ ზომის ქვეყანა და ამ ზომის ეკონომიკა ვერასდროს ვერ გააკონტროლებს, სულ გაგანია კომუნიზმი იყოს და კიმ ირ სენი მართავდეს ამ ქვეყანას, ვერ გააკონტროლებს ფასებს თუ არა ქვეყნის იზოლაცია, იმიტომ რომ შეუძლებელია. ფასების კონტროლი სახელმწიფოს მიერ არის ძალიან ჯოჯოხეთური წარსულის გამოძახილი, რომელსაც ტოტალიტარული საბჭოთა კავშირი ქვია, ერქვა და ამან ჩამოაქცია საბჭოთა კავშირი. ნიშნები ასევე. ცდელობა აქვს, კაცო, აგერ მე იმას გვთავაზობ, სამამულო ეს სიტყვები მართლა გარდა ესე დაგეგმარებითი ეკონომიკის წიგნებისა, რომლითაც რა უბრალოდ საჩვენებლად ვკითხულობდით ხოლმე, რომ გვწოდნო და რა ჯოჯოხეთი იყო, დაგეგმარებული ეკონომიკის საბჭოთა დროინდელი წიგნების მერე ეს ტექსტი არსად არ წამიკითხია და პროპაგანდისტური ფილმები, დოკუმენტური საბჭოთა სადაც ნახსოვს სამამულო წარმოება, საჯანდაბაში მოძებნეს ეს ტერმინი, მართლა მაინტერესებს, რა სამამულო წარმოება, რა დროს სამამულო წარმოებაზეა ლაპარაკი, ადგილობრივი ეროვნული წარმოება, კი ბატონო, მაგრამ რა ის სამამულო წარმოება, ან რა ის არა ქვია, ცენტრალიზებული მიწოდების სისტემებიო. ანუ ესენი ამბობენ, რომ თურმე ამ ქვეყანაში პრობლემა არის ხარჯები ტრანსპორტირების და ლოჯისტიკის და ეხლა სახელმწიფო თავის თავზე აიღებს ამ ლოჯისტიკას და ის დაალაგებს ამ ყველაფერს სასაცილოა, არაადეკვატურია. კომისიის შედეგი არ არის ის ტექსტი, რომელიც 104 გვერდზე რაღაცა ბოდვა გაშალეს, არ კომისიის მუშაობის შედეგი არის მარტივი, ხალხო. მარტისთვის ინფლაცია 7.5 იყო, ძირითადად ყველა სასურსათო პროდუქტი, სასურსათო ინფლაციას გულისხმობ. ყველა სასურსათო პროდუქტზე ფასი გაზრდილია, მათ შორის იმ კვერცხზე, რომელსაც გვამადლიან იანვრიდან მოყოლებული ფასი შევამცირეთ და სინამდვილეში არაფერი არ შეუმცირებიათ 5%-ით გაზრდილი ფასი ისე 5%-ით დააკლეს. ყველა სასურსათო პროდუქტზე ფასი გაზრდილია, ყველა სერვისზე ფასი გაზრდილია, ყველა სახელმწიფო სერვისზე, რომელსაც სახელმწიფო აწვდიდა ნედლეული არ აქვს, ფასი გაზრდილია. დენის გადასახადი 1 აპრილიდან გაზრდილია და ამის ეკონომიკურ ეფექტს ახლა ვიხილავთ მაისიდან დაწყებული და მომავალში და საწვავის ფასი არის კატასტროფულად გაძვირებული და უახლოეს ნახევარი წლის მანძილზე არაფერი პოზიტიური აქ არ მოხდება. ჯარიმებზეც უნდა ვისაუბროთ. კი, სახელმწიფო სერვისები ამიტომ ახსენე, იმიტომ რომ ეს არის კატასტროფა. ეს არის შემდეგი ეტაპი. დღესაც უკვე ტაქსისტების სიგიჟეა უბრალოდ. პროტესტი ვიხილეთ, მანამდე ვნახეთ კონტროლიორების მიერ დატოვებული სოციალურად დაუცველები, ვინც სამგზავრო
იმგზავრა ფულს ვერ იხდიან და მათგან არის ამოღებული რა მილიონობით ლარი. ათეულობით მილიონი ლარია ამოღებული. წარმოუდგენელი ამბავია მართლა, ერთი ამბავია რომ აი ეს უკონტროლო ამბავი. ხო ფასებს ვერ აკონტროლებენ, ფასების განკონტროლების მარტივი მექანიზმი ქონდათ, არაფერი კომისია სამეცნიერო დასკვნა გავაკეთეთ ხალხო. ადამიანები იძახიან საშუალო განათლება რო არა აქვთ. ამ ბერეკაშულს არ ვიცი სადაა რამის განათლება მიღებული. დღეს ისე ტერმინებს იყენებდა რომ მართლა პირველი კურსის წიგნი ეკონომიკის ცხოვრებაში გადაშლილი არ აქვს. ხანდახან მართლა ვოცდები ხოლმე ასეთმა ხალხმა ფული როგორ იშოვა. ჩემი ეჭვები მაქვს როგორც იშოვის ფული, მაგრამ ამ ადამიანებმა წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი იჯდა და სამეცნიერო ტექსტი დაუწეროთ. ამის მიზანი ის კი არ არის, რამე გამაუმჯობესათო და 2 თვის წინ ქოსატყუილები, ჩამონდგარები იყვნენ და ეხა ნახავთ ფასებს რას უზამთო. და ეხა მიხვდე რომ ვერაფერი ვერ უქნეს ფასზე და შერჩათ ეს ისა რა ქვია, მანიაკალური სახით მაყურებელი კობახიძე, რომელიც ჟურნალისტებს ეუბნებოდა რომ ათლარად რაღაცა ძროხის და ღორისხოცის ჰიბრიდს გაყიდვინებთ. ძალიან მოკლე ფეხება ტყუილი. მაგის გადამოწმებას რამდენიმე წუთი უნდა და მუშობის ამ ხარის მე და თქვენ ვერ ამბობთ. ჟურნალისტმაც უპასუხა იქვე რა ღირდა სინამდვილეში ხორცი. მაგრამ არა ინტერესი. მაგრამ თან აი ნახევარკილოობით ანგარიშებდა. საერთოდ რა მეთოდი იყო? იაფფასიანი პროპაგანდა იყო ეგ ყველა. ხომ არ ატყუებენ თავად კობახიძესაც დღეს გამოითქვა ეს. არ ვიცი ახლა როგორ შეიძლება რომ ხალხი ვერ ერკვევა საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტის რაოდენობაში. ამას ვერ ეკვა, მაგრამ უწვინო კაცი არ არის. მარიცის რამდენია ჩვენ. ეგ ცალსახად, მაგრამ ისეთი უწვინო არ არის. ნამდვილად რომ ეგ არ პასუხა სხვათა შორის ამ კითხვაზე. ხო, არა, ეგ არის ის, ეგ არ არის მისი ძლიერი მხარე. ქართული ოცნების გუნდში და ასევე ითქვა ისიც, რომ კობახიძის ჩანაცვლების პროცესი დაიწყო ქართულ ოცნებაში ივანიშვილის ბრძანებით და შემდეგი პრემიერი შეიძლება მაკა ბოჭორიშვილი გახდეს, რომელიც დღეს შეხვდა პატრიარქობის ერთ-ერთ კანდიდატს. იგი ამან თუ გსმენიათ ამის შესახებ და უკავშირდება თუ არა ეს ფასების. ჩვენ გვინახავს ასეთი ეკონომიკის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მაღალ ფასებს, გაჭირვებას, სოციალურ პრობლემებს შეეწირა, ეს გიორგი ბოჭორიშვილი იყო. იქნება თუ არა შემდეგი ირაკლი კობახიძე. კი, მას შემდეგ ბავშვთა შემშლის რიცხვები გაიზარდა. კი, ძალიან გავს რაღაცა დადგმულ სპექტაკლებსაც და რაღაცა აიყო. მართლა თუ არ გინდა რომ საკუთარ თავს რაღაცა დამართო, ან აი ეს ყველაფერი არ გაითამაშო, მართლა წარმოუდგენელი, აი სერიოზულად ვამბობ, გულწრფელად ვამბობ, შეუძლებელია რომ შეიძლება კობახიძე მართლა არ არის კაცი, რომელიც ძლიერი მხარით რიცხვები არის, მაგრამ უტვინო კაცი ნამდვილად არ არის. ისეთი საკმაოდ გაქნილი პოლიტიკოსი არის, რომელსაც შეეძლო დაენახა რომ აი ეს ყველაფერი ჯოჯოხეთით დამთავრდებოდა მისთვის და ეს მისი პასუხისგებლობა არის. გავატონთეა. შეიძლება ეს იყოს რაღაცა სცენარი გათამაშებული, მაგრამ როდესაც საკუთარ თავზე ამხელა ამბავს იღებ, პოლიტიკური პასუხისგებლობა და პოლიტიკური ვაჟკაცობა უნდა გეყოს, რომ ამაზე ეხა პასუხისგებლობა აიღო და იმ რაღაცა პირგამშრალ ბერეკაშვილს არ შეაწმინდო ხელები, რომელიც კანკალებდა დღეს ოფიციალურად. მაკა ბოჭორიშვილის შესახებ აი ამ რაღაცა ძალიან შავრაზმულ ქართული ოცნების კულუარებში დადის ხმები და არის ყავს მას გარკვეული ლობისტები, როგორც ვიცი, ივანიშვილის ავტოკრატიულ კარზე, მაკა ბოჭორიშვილი როგორც რაღაცა გაგრძელება ივანიშვილის კალიგულასა და ნერონისეული მიდრეკილებების გულისხმობ საქართველოს პრეზიდენტად დანიშნულ კაცს, აი ამ ჟანრში იქნება გაგრძელება, იმიტომ რომ მაკა ბოჭორიშვილი საკმაოდ დაბალი წონის პოლიტიკოსი არის, მაკა ბოჭორიშვილი ვერ არის ადამიანი იმ მასშტაბის, რომელსაც შეიძლება სერიოზულად ქვეყნის მართვა ჩააბარო, მაგრამ ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ ივანიშვილისთვის პირველადი ხარისხის მნიშვნელობა სახელმწიფოებრივი აზროვნება არ არის და მაკა ბოჭორიშვილი შეიძლება ბევრი რამის უპირობო შემსრულებელი იყოს. უფრო მაღალი წონის. ირაკლი კობახიძე მაკა ბოჭორიშვილთან შედარებით ჰენრი კისინჯერია ცალსახად გეუბნებით, არ ვიცი, კორიფეა პოლიტიკის მასშტაბს თუ შევხედავთ. მაგრამ ყაველაშვილია საქართველოს პრეზიდენტად გამწესებული. ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად არის გამწესებული, ხო? ისევ კალიგულას და ნერონის პოლიტიკურ პრინციპებს დაუბრუნდები, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სადმე ცხენი აღმოჩნდეს, ან კიდევ რაიმე სხვა არსება გამწესებული კონსულად. ანუ ამაში გამორიცხული არაფერი არ არის, როდესაც ყაველაშვილი განათლება რო არა აქვს, საშუალო არასრული საშუალო განათლება რო აქვს, ასეთი კაცი პრეზიდენტად რო ყავთ დანიშნული, ამის მერე გასაკვირია არც მაკა ბოჭორიშვილია და არც უარესი არ არის, მაგრამ ნუ დავალოდოთ მოვლენების განვითარებას. რეალობა არის საშინელი ქალბატონო თეეს მინდა ვთქვა საქართველოს მოქალაქეებისთვის. სახელმწიფოს შეეძლო ამის გაკეთება, რა თქმა უნდა შეეძლო რომ აქციზი სასურსათო პროდუქტებზე დაეწია 5%-ზე 18%-დან 5-ზე და 4%-ზე, როგორც ეს არის ძალიან ბევრ ქვეყანაში. იმიტომ რომ პოლონეთში, საფრანგეთში, იტალიაში ყველგან არის ეს. შეხედეთ, აი ეს რაღაცა მცურავი, ადაპტირებული დამატებითი ღირებულების
პერსპექტივების გადასახადი იმ რეალობაზე, რომელიც ქვეყანაში არის. ეს შეეძლო გაეკეთებინა, მათ შორის საწვევში შეეძლო აქციზი მოიხსნა დროებით. გამომდინარე ამ მძიმე ვითარებისა, მას შეეძლო საგადასახადო ტვირთი დაეწია, თუნდაც საშემოსავლო გადასახადზე შემცირება გაეკეთებინა, სხვა საგადასახადო ტვირთები შეემცირებინა. აი ეს შეეძლო მყისიერად გაეკეთებინა და იმიტომ რომ აქ არ უნდათ კაცო ბიუჯეტი უნდათ რომ შეავსონ, იმიტომ რომ ბიუჯეტს უყურებენ როგორც თავის ფულს, რომელიც უნდა დახარჯონ პოლიტიკური მიზნებით. ამიტომ ამას არ აკლებენ პირიქით, აი თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დასვით. სახელმწიფო სერვისები. რამოდენიმე დღის წინ გამოახლე პირადობა ქალბატონთეა და გამახსენდა უბრალოდ 10 წლის წინ მქონდა წინა პირადობა აღებული. 10 წლის წინ ამაში მაგ გადახდილი 30 ლარი. ორი დღის წინ გადავიხადე 66 ლარი. აი მარტივ კითხვას ვსვამ. პლასმასის, პლასტიკატის ფასი გაიზარდა? ანუ რამე შეიცვალა პლასტიკატის ფასი ისე, რომ 30 ლარიანი პირადობის მოწმობა 66 ლარი გამختارიყო? და ეს ხო ერთი მაგალითია. არის სერვისები, ქალბატონო თეა, ამ ქვეყანაში სერვისები, ან პასპორტის ფასი ასე შემდეგ, რომელიც გაზრდილი არის 2-ჯერ, 3-ჯერ და 4-ჯერ. ანუ სახელმწიფო სერვისებზეა ლაპარაკი. არც დენს არ წვავს, არც ბენზინს არ წვავს, არც თურქეთიდან არ შემოგვაქვს. არც ირანის ომი არ ეხება. ფოტოსურათი და ტექსტი არის დატანილი პლასტიკატზე. და ამის ფასი გააორმაგეს. და ამის მიზეზი რა არის? სიხარბე პოლიტიკური და ჩვეულებრივი წმინდა წყლის სიხარბე. მეტი არაფერი. და ეს სიხარბე საქართველოს მოქალაქეების ზურგზე თხდება და არა ვინმე სხვაზე. აქ ვინმეს თუ გონია რომ რაღაცა OBХS-ი რო ჩამოაყენეს იმეებში, რა ქვია, სადისტრიბუციო კომპანიებში, ეგ ვინმეს შეეხება და ის ხალხი დაალაგდება მე ამათთან. და საქართველოს მოქალაქეები არიან წნეხის ქვეშ რეალურად. ევროდირექტივების კანონის სამოქმედება იყო ამ კომისიის ერთ-ერთი ტექნიკური რეკომენდაცია და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს შესახებ ანგარიშს 5 მაისს უყრის, თუმცა მანამდე კობახიძეს მოუწევს სომხეთში ევროპის ევროპელ პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია, რაზე შეიძლება მან ისაუბროს ამ ხალხთან და ცდილობს თუ არა ქართული ოცნება კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ სიტყვას დაალაგოს ურთიერთობა მათთან, ვისაც ხან კომუნისტურ პარტიას, ხან deep state-ს უწოდებს. მე ამას ვეძახი ცალსახად არავის არ მინდა რომ შეურაცხყოფა მივაყენო ამითი, ან არ მინდა რომ რაღაცა დავაკნინო ის მძიმე ფსიქიური დაავადება, უბრალოდ ეს არის პოლიტიკური შიზოფრენია. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური შიზოფრენიული ქცევა, როდესაც შიდა მოხმარებისთვის, პროპაგანდისთვის, აი ამ რაღაცა ყველაზე შავრაზნული ჯგუფებისთვის, ქართული ოცნების, შენ მიზანმიმართულად ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან დაწყებული, ყველაზე დაბალი ჭაობის ბინადარი პროპაგანდისტები დამთავრებული, შენი მთავარი საქმე დილიდან სახამომდე ევროპული იდეის გაშავება, საქართველოს მოსახლეობის 80%-ის სურვილის გაშავება, იყოს ევროპული ცივილიზაციური სამყაროს ნაწილი, როდესაც ადგილზე მხოლოდ ამით ხარ დაკავებული, ამაში იყენებ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამაში იყენებ ბიუჯეტის ფულს, ამაში იყენებ ყველა მაღალ ტრიბუნას, რომელიც გეძლევა და უარესად იქცევი, ვიდრე იქცევიან დღევანდელი რუსი მაღალჩინოსნები, აი ცალსახად ვიტყვი, ამ დონესაც გაუსწრებენ და პარალელურად ცდილობ, რომ ნებისმიერ დერეფანში, სადაც მიგიშვებენ, სადაც ამის საშუალება მოგექცევა, რომ უკან რაღაცა ფინია ძაღლივით გამოეკიდო ევროკავშირის ლიდერებს. ამაში შინაარსი რა არის? გარდა იმისა, რომ ივანიშვილი ცდილობს გადარჩეს დამატებით სანქციებს და განთავისუფლდეს არსებული სანქციებიდან, სხვა შინაარსს ვეხედავ. საქართველოს რომ მათი ინტერესი არ არის, ქალბატონთე, ეს ცალსახად ვიცი. ის რომ კობახიძე როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად წოდებული ჩავა სომხეთში და დაიცავს საქართველოს ინტერესებს და გამოხატავს იმ 85%-ის ინტერესს, ვისაც ევროკავშირის წევრობა უნდა, ამაში დარწმუნებული ვარ, ამას არ იზამს, მაგრამ იზამს იმას, რომ შეეძლო დაალაგებას.